სიტყვა ეძება გვიან გამსახურდია. მოეწოდება მალხაზ გაზმაძე. მალხაზ გაზმაძე თქო აკრო მოვიდეს კიბეთან. მეგობრებო, დროის სიმცირის გამო მე ირიგულ წიაღშლებს არ გავაკეთებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ეს პროგრამა დიდი ხანია ალიფდება. მე სამწუხაროდ მხოლოდ დასაწყისში მომეცა საშუალება ამ პროგრამის შედგენაში მონაწილეობისა. შემდეგ ისე მოეწყო საქმე, მოგეხსენებათ, აპრილის ამბები იყო, აფხაზეთის ამბები იყო, შემდეგ პატიმრობა იყო ჩემი და ვერ მივიღე სათანადო მონაწილეობა ამ პროგრამის შედგენაში და მაგრამ ახლა სურს, ჩემი სურვილია, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვაპირებ არც გამგეობის წევრობას, არც არავით არ ოფიციალური სტატუსი სახალხო ფრონტში, მე მზათა ვარ კონსულტანტის სახით ვითანამშრომლო პროგრამის სარედაქციო კომისიაში. უნდა მოგახსენოთ, რომ ყოველივე ის, რასაც მე გუშინ წესდებაზე მოგახსენებდით, სამწუხაროდ ამ პროგრამასთან დაკავშირებითაც ძალაშია. აქ არ ჩანს, რომ სახალხო ფრონტი იბრძვის საქართველოს ეროვნული და პოლიტიკური უფლებების დასაცავად. არ ჩანს, რომ იგი იბრძვის დემოკრატიული არჩევნების დასამკვიდრებლად. არ ჩანს სურათი ყოველივე იმისა, თუ რა მდგომარეობაშია საქართველო, რომ იგი ანექსირებულია, რომ იგი დაპყრობილი ქვეყანაა, რომ მას არ გააჩნია საკუთარი სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო. და არ ჩანს, რომ სახალხო ფრონტმა უნდა იბრძოლოს ყოველივე არის ამდენისათვის. ეს პრინციპული ამბები გახლავთ, მეგობრებო, სხვაგვარად სახალხო ფრონტის არსებობას არავითარი აზრი არ აქვს, თუ ეს არ აირეკვა პროგრამაში. არ ჩანს მაგალითად, თუ რა მიიყვანა საქართველოს დღევანდელ მდგომარეობამდე. არ არის გაშუქებული მოკლე ისტორიული ექსკურსი დაწყებული გეორგი ეშკის ტრაქტატის დარღვევიდან და რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების დარღვევიდან, თუ როგორ მოხდა საქართველოს ანექსია, როგორ მოხდა ლენინურ-სტალინური დანაშაულებრივი ეროვნული პოლიტიკიდან გამომდინარე საქართველოს დანაწევრება, მისი ეროვნული ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ამ უკანონო ავტონომიური წარმონაქმნების შექმნა, რაღაც ტრაგიულ ვითარებამდე მიგვიყვანა დღეს, რომელიც აუცილებლად უნდა გაუქმდნენ, თუ საქართველოს არსებობა უწევია და არის კონკრეტული საკითხები ამ პროგრამასთან დაკავშირებით. დაკლავაც აქ იკვეთება ის, რომ პროგრამა ისევ და ისევ ოფიციოზის სურვილით, ესე იგი, ოფიციოზის კურსს აგრძელებს იმ გაგებით, რომ კვლავ იბრძვის საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმაციისათვის. მაგალითად არის ასეთი პუნქტი საქართველოს სახალხო ფრონტის ამოცანები პოლიტიკურ და სამართლებრივ სფეროში. მთელი ძალაუფლების ფაქტობრივი გადაცემა წარმომადგენლობითი ხელისუფლებისათვის, სახალხო დეპუტატთა საბჭოებისათვის. ჩვენ ვიცით, რომ ეს სახალხო დეპუტატთა ეგრეთ წოდებული საბჭოები არადემოკრატიული გზით იქნება. ისინი ნამდვილი საბჭოები არ არიან. ამის შესახებ ამას თვით აღიარებს თვით დღევანდელი საბჭოთა ხელმძღვანელობა სხვათა შორის. დიახ, კი ბატონო, მაგრამ არ არის ჯერ შექმნილი და არსებული საბჭოები, ეს არ არის დემოკრატიული ციცაკილი. რატომ იბრძვით ამის, რომ ამას გადაეცეს ძალაუფლება? ეს არის დაკანონება ტოტალიტარიზმის და ანტიდემოკრატიული ესე იგი, გინდა ტოტალიტარიზმი განამტკიცოთ და სამუდამო გახადოთ საქართველოში? ეს არ უნდა იყოს სახალხო ფრონტის მიზანი. მთელი ძალაუფლების საბჭოებისთვის გადაცემა. ძალაუფლება უნდა ჰქონდეს ხალხს და სახალხო ხელისუფლებას. ნამდვილ სახალხო ხელისუფლებას. და არა სრულ საბჭოებს. ხალხმა უკვე სხვათა შორის თვითონ გადაწყვიტა ეს საკითხი და მთელ რიგ რაიონებში საბჭოებს აღარ აქვს ძალაუფლება. ძალაუფლება აქვს ხალხს. მთელ რიგ რაიონებში ასე. ეს მოიტანა დრო და ეპოქა და ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობამ. ისეთი კონსტიტუციის შემუშავება,
რომელიც სრულად გამოხატავს ქართველი ერისა და რესპუბლიკაში მცხოვრები სხვა ერების წარმომადგენელთა ინტერესებს. კვლავ გათანაბრებაა, მეგობრებო. საქართველო არის ქართველების ქვეყანა. ეს აქსიომა უნდა იყოს წარმოდგენილი და არეგლილი ამ პროგრამაში. და კონსტიტუცია უნდა გამოხატებდეს ქართველი ერის ინტერესებს. ამავე დროს ყველა პიროვნების ინტერესებს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის. აი, არა ერების ინტერესებს, ჩვენ აზერბაიჯანის ინტერესების წარვიდით, მეგობრებო. და თუ ვინმე იმის არა ის ამაცლება უბრალოდ. და ისევ კრემლისეული პოლიტიკა ოსებისა და აფხაზების პრივილეგიებისა საქართველოში. რატომღაც აფხაზეთის და ოსეთი არის გამოყოფილი და სახალხო ფრონტი იბრძვის აფხაზეთის უფლებების დასაცავად და ოსეთის უფლებებს. ძალიან კარგი დამცველი ხავს აფხაზეთის და ოსების ინტერესებს კრემლის სახით. ძალიან კარგი. ჩვენ საქართველოს ინტერესები დაიცავით, ეს იქნება მთავარი. საქართველოს ინტერესებს შეიძლება დაცვა, მათ ინტერესებს არ ჭირდება, მეგობრებო. მათ შესანიშნავად იცავს კრემლი. ძალიან კარგად და დიახ. თუმანიშვილი და ჯორჯოლიანი მაგა პროგრამა დაგეგმეს. აკნია კონკრეტიზაცია, კვლავ გუნდოვანი ფორმულირებები, კვლავ არა ისე იგი ნათელი გამოთქმები, თუნდაც აი ეკოლოგიის სფეროში ჩვენი უმთავრესი საზრუნავი და ჩვენი უმთავრესი უბედურობა ამ ეკოლოგიური ომის შედეგად წარმოქმნილი ამ გიგანტური საწარმოების მშენებლობა, გიგანტური ჰესების მშენებლობა, რამდენი ვიბრძოლი მე და ჰესების საკითხი ვერ შევატანია ამ პროგრამაში. ეს არის უმთავრესი საფრთხე, რომელიც დღეს საქართველოს ემუქრება. ეს გიგანტური ჰესები. არა და არა, არსად ამის შეტანა არ. რამდენჯერმე მე რეკომენდაციები მივეცი, ამას არიღებენ უყურად. და თუ ასეთი პროგრამა დარჩევა, მეგობრებო, ჯობია სულ არ იარსებობს ამ ბოლო პროგრამა. კონკრეტულად იყოს მითითებული, რომ მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ ეკოლოგიური ომი, იმპერია აწარმოებს ამ ეკოლოგიურ ომს, დაპყრობილი ქვეყნის წინააღმდეგ მისი ბუნების განადგურებისათვის და გენოციდისათვის. გენოციდი არის მიზანი აი ამ ჰესებისა. მეტი არაფერი იცოდე. დემოგრაფიული საკითხებიც არ არის დაკონკრეტებული, არ ჩანს ეს დემოგრაფიული ექსპანსიონიზმი, არ ჩანს რა მიზანს ისახავს საქართველოში აი არაქართული ეთნიკური ჯგუფების პრივილეგირება და მათი ხელოვნური გაზრდა და მათ დანაშაულთა ყოველგვარი წაყრუება და ისევ ქართველების დისკრიმინაცია და მათი პრივილეგირება. ეს აქ არ ჩანს და რა მიზნები გვაქვს ჩვენ, რომ თანდათანობით უნდა დაიწყოს ამ უკანონოდ შემოჭრილი არაქართული მოსახლეობის განსახლება საქართველოდან. ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ეს აქ არ არის საერთოდ. და მიგრაციისა და იმიგრაციის პრობლემა რომ უმთავრესია ჩვენთვის, დაუკვირდით ვის კომპეტენციაში გადასცეს ეს უმნიშვნელოვანესი და უმტკივნეულესი პრობლემა. სსპ თვლის რომ სხვა რესპუბლიკის მცხოვრებთა საქართველოში მიგრაციის რეგულირება მთლიანად საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს. იმ მთავრობისა, რომელმაც გამოაცხადა, რომ საქართველო არის ლაბორატორია ინტერნაციონალიზმისა, მეგობრებო. აი ამ მთავრობის კომპეტენციაში გადადის. იქ ინტერნაციონალიზმის ლაბორატორიას დრის ხელმძღვანელობას ანგობენ ამას. არამც და არამც აქ უნდა იყოს, რომ საქართველოს საზოგადოებრივობის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს კონტროლი ყოველივე ამისა. იაკა ისეთი ორგანიზაციების თუნდაც როგორც არის სახალხო ფრონტი. ქართველების დიახ. კვლავ უნდა შემუშავდეს მიწასარგებლობის ისეთი პოლიტიკა, რომელიც გაითვალისწინებს ეროვნულ ინტერესებს და ხელს შეუწყობს რესპუბლიკის ეთნოდემოკრატიული სიტუაციის გაუმჯობესებას. ვის ეროვნულ ინტერესებს არ აჩანს. აქ შეუძლია აზერბაიჯანს ჩაწეროს ჩემს ეროვნულ ინტერესებს ახორციელებს სახალხო ფრონტი. არ არის. რომ საქართველოს ქართველი რატომ გვეშინია, მეგობრებო, ვაღიაროთ, რომ ქართველი ერის ეროვნულ ინტერესებს უნდა ვემსახუროთ. რა არის ამაში საშიშინეება? და ბოლოს ერთ-ერთი უმთავრესი ამბავი.
არ ჩანს, რომ საქართველოს სახალხო ფრონტი ისევე როგორც მთელი ეროვნული და პატრიოტული მოძრაობა იბრძვის ერთენობისათვის, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის პრაქტიკული დამკვიდრებისათვის, რაც ნიშნავს ერთენოვნებას, ქართული ენის პრიორიტეტს. ეს ერთენება უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეობა. აი ეს არის ჩვენი პროგრამა. არავითარი ორენოვნება. სახალხო ფრონტი კი თავის მოღვაწეობა, მე ამაზე საყვედური უნდა უთხრა ჩემს მეგობარს ჯასურ ჩარკვიანს, ამ გაზეთს იწყებს ორენოვნებით. ქართულ ენაზე, რუსულ ენაზეა სტატიები პარალელურად. ეს არის სახალხო ფრონტი. რუსულ ენაზე არის სტატია სახალხო ფრონტის გაზეთში. როგორ შეიძლება ეს მეგობრებო? არ უნდა იყოს ჯანსუღ გენეცვალე. მე გამიკვირდა შენგან, ხო? უბრალოდ არ არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს. ჯანსუღ გენეცვალე თუ გინდა რუსული გაზეთი გამოუშვათ ცალკე. რუსული მეორე გაზეთი როგორც აი ეს ამ საქართველოში უმრავლესობა რაიონებში უკვე გამოდის ეს ორენოვანი გაზეთები. არა მარტო აფხაზეთში, არა მარტო ოსეთში, არამედ სხვაგანაც. ორენოვანი და სამენოვანი გაზეთები, ოთხენოვანი, მალე ოთხენოვნებას დავწესებთ ამ საქართველოში ეუბნებით თქვენ. მომერკინველი პრობლემა ამ ფრონტისა უნდა იყოს ერთენოვნებისთვის ბრძოლა დამიჯერეთ. ისევე როგორც ეს ჩვენი მოძრაობის მიზანია. ძალიან მწვავე პრობლემებია და შეიძლება ზოგიერთი ღელავს ამაზე, მაგრამ რა ვქნათ, ეს ჩვენი საქმეა, გენაცვალე. არა, მე მესმის იცით შეიძლება იმაზე ღელავენ, რომ ასეთი ტენდენციები თუ გაძლიერდება, შეიძლება მთავრობამ არ დაგვიმტკიცოს სახალხო ფრონტი და იურიდიული სტატუსი არ მოხდეს, მაგრამ უხეშინია ამისი, მეგობრებო. იურიდიული სტატუსის გარეშე ჩვენ არაფორმალურმა მოძრაობებმა მე მგონი დიდ შედეგებს მივახციოთ. მიაღწევს სახალხო ფრონტი იურიდიულ სტატუსს. აი მე გართმევთ. თავის პრინციპულობით მიაღწევს, პრინციპულობით. აქ არის კიდევ რამდენიმე მოსაზრება მაქვს რელიგიის ისტორიის სწავლება. უნდა იყოს კონკრეტულად, რომ ღვთისმეტყველების კურსი იკითხებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში. ეს აქ არ არის. რელიგიის ისტორია, თეორია ეს ბუნდოვანი გამოთქმებია. ღვთისმეტყველების კურსი როგორც ყველა კულტურულ ქვეყანაში ისწავლება უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე უნდა ისწავლებოდეს საქართველოში. აი მას უნდა მივახციოთ. საჭიროა რელიგიური კანონმდებლობის რეფორმა, ძალზე დრაკონული რელიგიური კანონმდებლობა გვაქვს, მეგობრებო. ნებადართული ათეიზმის პროპაგანდა და აკრძალულია რელიგიური პროპაგანდა. აი ეს იწვევს იმას, რომ ჯერჯერობით რელიგია ვერ წამოდგა ფეხზე, ეკლესია ვერ წამოდგა ფეხზე. გაუქმებულია საეკლესიო სასამართლო, ეს იწვევს იმას, რომ ეკლესიაში კორუმპირებული ელემენტები ბატონობენ. გაუქმებულია საკათალიკოსო საბჭო, ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესიასთან ვერ თანამშრომლობს ინტელიგენცია. კირიონის დროს, ლეონიდეს დროს იყო საკათალიკოსო საბჭოში, როდესაც ჩვენი ცნობილი მოღვაწეები თანამშრომლობდნენ სინოდში. ეს 1928 წელს გააუქმა მთავრობამ, ეს უნდა აღდგეს. მრავალი კონკრეტული პრობლემაა, მეგობრებო, უნდა იყოს დაკონკრეტებული ეს პროგრამაში. ასე რომ ვიბრძოლოთ აი კონკრეტული ნათელი და ჭეშმარიტად ეროვნული პრობლემისათვის. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა.